როგორც თქვენ ასევე წესრიგებს. გილოცავ დღევანდელ დღეს, დედაენის დღეს, ღმერთმადლობას, რომ საუკუნეების მანძილზე კიდე ძალიან დიდ ხანს გქონდეს მრავალი საუკუნის მანძილზე ეს დღე და ერთმანეთის მილოცვა შეძლოს ყველა ქართველმა. ის რისთვისაც დღეს მოგიწვიეთ, გახლავთ ძალიან კარგი პროექტი, მე მოკლედ ვიტყვი და შემექსტუმრებს რედაქციულ სიტყვას, რომელიც ეკუთვნის შემოქმედებით გაერთიანება გულთანს და ეს შემოქმედებით გაერთიანება დაკავებულია აკეთებს პროექტს, რომელსაც ქვია საქართველოს ხერხემალი. თვითონ სახელწოდება უკვე ამ პროექტისა არის ძალიან მრავლის მეტყველი. პირველ რიგში კურთხევას გამოვთხოვ მეუფეს, ბედნიერი ვარ, რომ აი ესე ერთსულოვნად, ასე ლამაზად განსაკუთრებული გულმოდგინებით დახვდით ამ პროექტს და პირველ რიგში დახვდით იმ საქმეს, რასაც საქმე საყოველო ქართველო ქვია. ჩვენი პროექტი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა და აკურთხა ამ მიზნით, რომ ყველაზე მთავარი არის ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის გაქართველება, გაეროვნულება, აი ასეთი სიტყვებით და ჩვენი სტუდიის მიზანიც გახდა, რომ შევძლოთ, რომ თანამედროვეობისათვის, ჩვენი ბავშვებისთვის ყველაზე ეფექტური ფორმით, ფილმების ფორმით მივაწოდოთ ისეთი სულის საკვები ბავშვებს, რომელიც მათ ქართული ფესვების გაცოცხლებას გამოიწვევს. ეს არის სიტყვით, ეს არის გალობით, სიმღერით, ქადაგებით, ჩვენი ქართლის ცხოვრებით, ისტორიით და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტს, ესე იგი, სათაური გაუკეთეთ საქართველოს ხერხემალი, ასე ქვია, კინოპროექტი არის ასეთი და ძირითადად ამ ჯგუფის, ესე იგი, მისწრაფება არის ის, რომ ჩვენ პედაგოგები ვართ, მე პირადად ერთი 5-6 სკოლასთან მაქვს შეხება რუსთავში და თავიდან აი ესეთი ლიტერატურული ფორმით ვცდილობდი ამ საქმის გაკეთებას, რასაც ახლა ფილმებში თქვენ იხილავთ. და მე აღმოვაჩინე, რომ ესე იგი ეს მხოლოდ რაღაც ნაწილი ბავშვებისა იყო და არასაკმარისად მომეჩვენა და მე გადავწყვიტე, რომ თვითონ ჩემში იმ ქართველმა მწერლებმა, იმ წმინდანებმა, იმ ქადაგებებმა, რომელთაც გააცოცხლეს ის ქართული ფესვები, მე შევეცადე, რომ აი ჩემ მოსწავლეებში გამეცოცხლებინა ანალოგიურად ფესვები და ამის შემდეგ უკვე გადაწყდა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი პროექტი, ეს შედეგები გქონდა, მოკლედ ლიტერატურული თეატრები გქონდა და მრავალი სამომლოცველო სხვათა შორის გზაც გაგვეკეთებია. ერთ-ერთი ახლა გამახსენდა შალვა ახალციხელის სამლოცველო გზა, რომელსაც ბატონი გოგიტა მელიქიძე ხელმძღვანელობდა და თორიდან წამოვიდა ეს სამომლოცველო ჯგუფი, 5დღიანი სამომლოცველო ჯგუფი და შალვა ახალციხელის ხსენების დღეს დაამთავრდა ახალციხეში. აი ეს გზა მთელი ბორჯომის ხეობა ბავშვებმა ფეხით გაიარეს, ჩვენთან ლიტერატურულ წარმოდგენებს მართავდით და თვითონ ბავშვებისთვისაც სასარგებლო იყო და თვითონ მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, სადაც გზადაგზა სკოლებში ვატარებდით ამ ღონისძიებას. მოკლედ ახლა ასეთი სახე აქვს კინოპროექტი და მინდა გითხრათ სიხარულით, რომ აი პირველი ფილმი, კინოპროექტის პირველი თემა, რომელიც არის ქართული იდეა, 2000 სკოლაში მოახერხეთ, რომ შეგვეტანა ეს თქვენი დახმარებით და თქვენი შემოწმებით. ჩვენ სპონსორი არ აქვს, ამიტომ აქ შესაძლებლით არის ეს პროექტი, ვისაც სურვილი აქვს, ესაც თვითონ დირექტორებმა გამოთქვეს ამის სურვილი, რომ პროექტი არ გაჩერებულიყო. ჩვენ არავის რა თქმა უნდა არ ავთხოვთ და ღმერთი გვეხმარება, რომ სადაც მივდივართ, ყველა სურვილ სკოლას ამ დისკს უანგაროდ უტოვებთ. მე ვისაც სურვილი აქვს, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს, აი ასე სიმბოლურ თანხებს გვირიცხავენ და ამ თანხებით მინდა გითხრათ, რომ მესამე და მეოთხე ფილმი ასე მომზადდა. ამ წუთას ახლა მცხეთაში არის ერთ-ერთი პრეზენტაცია, მცხეთაში იმართება, ხვალ ზუგდიდში გვაქვს და ასე შემდეგ. ესე ჩავდივართ, ვანახებთ იმ დირექტორებს, რომელთაც მოსწონთ და უნდათ, რომ თავის სკოლაში ასეთი ფილმით გაიზარდოს ჩვენი მომავალი, ამ დისკს უტოვებთ. და ესეთი არის ჩვენი პროექტი. ეს ფილმი კეთდება ბავშვებისათვის, კეთდება მომავალი თაობისათვის, რათა უფრო ჯანსაღი და უფრო სერიოზული თაობა მოვიდეს და უფრო საიმედო ხელში გადავიდეს საქართველოს მომავალი. და აი ამ სადარაჯოს წინამძღოლი დღეს სწორედ ის პედაგოგთა სფეროა, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში და რომლებიც უძღვებით აი ამ სფეროს მუშაობას. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული განათლების სფეროს წარმომადგენელი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას იმისა, რომ ჩვენ ვასწავლით არა კონკრეტულ საგანს, ქიმიას, ფიზიკასა თუ სხვას, არამედ ვასწავლით მოქალაქეობას, ვასწავლით პიროვნულ ღირსებას,
ვასწავლით სამშობლოს განცდას და აი იმ კონკრეტულ საგანთან ერთად ვასწავლით სწორედ აი ამ ფუნდამენტური მნიშვნელობის ფენომენს, რათა ისინი ცხოვრებაში შეიძლება კარგი ფიზიკოსები და კარგი ქიმიკოსები ვერ დადგნენ, მაგრამ კარგი მოქალაქეები აუცილებლად უნდა გახდნენ და ეს ჩვენი ვალდებულება და ეს ჩვენი საქმიანობის გამოხატულებაც არის. დღეს ვინაიდან განსაკუთრებული დღეა, ქართული ენის დღე, ჩვენ მესამე თემა გვაქვს ქართული ენაზე, ლაზარე, რომელიც მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად, რაც ჩვენ სტუდიას გაუკეთებია. ამიტომ ჩვენ მოვლენებს გადავახსარით და დღეს ქართულ ენაზე გვინდა შემოგთავაზოთ პროექტი, იმიტომ რომ მეორე ფილმებს გიტოვებთ, მაგრამ დღეს ყველამ ერთად მე ვფიქრობ, რომ ქართულ ენაზე ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ, თან შაბათს მოგეხსენება დიდი შაბათია, ლაზარეს აღდგინების დღეა და რაღაცნაირად დაემთხვა და აი ჩვენც ამიტომ უფლება არ აქვს, რომ ასე არ მოქცეულიყავით. ხე მოიაზრებს დედაბოძს, როგორც გაუცნობიერებელი სასწოება 60 სეულის სიცოცხლის ხისა. ქრისტიანობის შემდგომ იგი იქცა ახალი აღთქმის სიცოცხლის ხე, გოლგოთის ჯვრად, რომელმაც გამოიღო მსხვერპლად ქრისტე, ხსნა. სახიერი წინასწარ გამგებულებით გოლგოთაზე წილნაყარი კვართი მცხეთაში მოაბრძანა ჯულიერმა ელიოზმა. იგი მის დასთან სიდონიასთან ერთად დაეფლა საქართველოს გულში, ტყუისა და არაგვის შესართავთან. კვართზე აღმოცენდა ხე. ამ ხით საბოლოოდ გაცხადა, რომ ქართული კულტურისათვის, ენისათვის, წარმართულ სიმბოლოთაგან მთავარია ხე, დედაბოძი. შეიძლება ვერ გაიგოს ყველაფერი, მაგრამ მისი ფესვი ამ საზდოს და ამ ასე ვთქვათ ჩვენს პატარა გაქართველების ამ პატარა გაკვეთით ცხებულობს. ანუ მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ჩვენი მიზანი არ არის, რომ აი ვთქვათ რეჟისურაში წარმატება მოიგოთ, არც ფესტივალებზე არ გაგვაქვს ეს ფილმები, ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს, რომ ამას ყველაფერს ჩვენ გაკვეთილებს ვეძახით, უბრალოდ როგორც ილია მართალი ამბობს, გასაკვეთებს. ილია ასე ამბობს, რომ იწყება გასაკვეთი. და თუ გამოვიდა და ბავშვამდე ის მიიტანე, რაც გაქვს ჩაფიქრებული პედაგოგს, იმას უკვე გაკვეთილი ქვია. ანუ თუ გვირავი გაითხარა, იმას უკვე გაკვეთილი ქვია. ანუ ეს არის გასაკვეთები. და მიზანი არის, რომ გაკვეთილება იქცეს ჩვენი მომავალი თაობისთვის. სულ არის 46 რაიონი საქართველოში, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში და ბორჯომი არის მე-16 ადგილზე, როგორც დიდად არ ჩამორჩება ლიდერებს, მინდა გითხრათ, რომ თავისი მცირე რიცხოვანი სკოლების გათვალისწინებით. უპირველეს ყოვლისა, ყველას დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ქალბატონ მაიას, რომელმაც თავისი გულისხმერებით ჩამობრძანებულიც იყო სამებაში პრეზენტაციაზე და მათ შორის ჩამოსულები იყვნენ რამდენიმე სკოლის დირექტორები, მე უბრალოდ ვერ ჩამოხო ანდაზიტის დირექტორი გახლდათ და იყო წაბორის სკოლის დირექტორი. როგორც აქ იყო ქართულ ენაზე ნათქვამი, ქართული სიტყვით გენაცვალეთ, ვინც კი ჩამოხვედით და ვინც დაგოფასეთ და ვინც აქ დარჩა და ვერ მოახერხეთ, მათაც გენაცვალეთ ყველას. ეხლა მე უბრალოდ სწრაფად მინდა ჩამოვთვალო, პერსონალურად მოვუხადო მადლობა ყველას, ვინც ესე შემოგვეწია უცებ ცოტა არის ძალიან. ეს არის ბორჯომის ეხლა მეორე და მესამე სკოლა გაერთიანდა და ბატონი დუგზარდი ქარაშვილი იყო დირექტორი, ამჟამად ხათუნა ხარაზეშვილია, ქალბატონი ნინო გელდიაშვილი, ქალბატონი მარინა ლომიძე ახალდაბის სკოლის დირექტორი, ბატონი გურამ ხარხელები წაბორის სკოლის დირექტორი, ბაკურიანის სკოლის დირექტორი, ეხლა აქ არ გვესწრება როგორც თამარ გულიანძე, მაგრამ ძალიან აქტიურად არის ჩართული პროექტში. ხო, კვიბისის სკოლის დირექტორი, ნანი ხაჩიძე, რომელმაც ძალიან ლამაზი ეს გააკეთა შემოწირულობა ჩვენთან, რა გაგებით, სულიერი გაგებით და როგორც გავიგე, ახლა ახალი დირექტორი ყავთ მათ, ისიც ბაკურ გელაშვილი, ეს არის იმედია ძალიან უთხარგიდეს ქალბატონ ნანის ღირსეული მემკვიდრე დაგიტოვებიათ მეთქი იმდენად კარგად თორემ ძალიან აქტიურად არის ჩართული სასულიერო ცხოვრებაში. დვირის სკოლის დირექტორი ქალბატონ დარეჯან გევლიშვილი, ჭოვისხევის სკოლის დირექტორი ბატონი შალვა ჩადუნელი, რგველის სკოლის დირექტორი ნესტან ლილუაშვილი, ანდაზიტის სკოლა ვახსენეთ ქალბატონი ზოია თიგიშვილი. რომარ ყოფილიყო თქვენი სულიერი თანადგომა უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პროექტი ალბათ არსებობით იარსებოდა, მაგრამ ძალიან გაუჭირდებოდა შემდგომი მოქმედებოდა ფილმების გადაღება. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. ეს უპირველეს ყოვლისა ასეთ სულიერება მაღალ დონეზე რო დგას.
ეპარქიაში და ზოგადად ამ რაიონში ეს არის რა თქმა უნდა მეუფე სერაფიმეს დამსახურება და ჩვენი სულიერი მამების და კიდევ ერთხელ მე თვითონ ალბათ ყველა ჩვენთაგანს ფესვი გვაქვს რომელიმე კუთხიდან ჩვენიდან მეც თვითონ ასე მინდა აუშვი მე თვითონ ქიზიყიდან ვარ წარმოშობით არაბაშიკიდან თბილისის ენდოცოლოს ჩვენი თავი დედაქალაქია ჩვენი მაგრამ არ ვიცი ეს სამწუხაროდ საბედნიერო მაგრამ მინდა ვთქვა რომ რეგიონი გაცილებით ფესვმაგარია გაცილებით სუფთა ქართული მამულის სიყვარულში ეკლესიის სიყვარულში და ამას ეს სტატისტიკაც ამტკიცებს მაგრამ ეს მაინც მთელი საქართველოა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ასეთი თანადგომისთვის და დახმარებისთვის არ შეიძლება რომ თვითონ ჩვენთაგანი საკუთარ სულში არ ჩაგვეხედა უკან არ გაგვეხედა წარსულისკენ ჩვენი ფესვებისკენ აქ უამრავი ძალიან ისეთი მართლა დაფარული საიდუმლო ჩვენ სიტყვიერებაში და ჩვენს ენაში ჩემთვის მაგალითად უცნობი და ახლებურად გააზრებული იგივე სამშობლო სიტყვა როგორ იყო განმარტებული იგივე ხერხემალი რასაც შეიძლება ყოველდღიურად არც კი უფიქრდები და ყოველდღიურ სახმარად უხეშად ვთქვათ ლექსიკონში გვაქვს ეს სიტყვები და თურმე რა ძალიან მნიშვნელოვანი და რა ძალიან ღრმაა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ რწმენის გარეშე სულიერების გარეშე არ არის არც ენა არც ერი და საერთოდ ვერ შევდგებოდი და ხშირად ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი დიდი ცივილიზაცია გადაშენდა და დღემდე რა მოგვიყვანა ეს ერთი მუჭა ქართველობა ალბათ იმ უდიდესმა რწმენამ ქრისტესადმი და ჩვენი ენისადმი თავდადებულობამ და ძალიან ვისურვებ რომ დღეს მით უმეტეს სიმბოლურად ახლა დაემთხვა რომ ის ფილმი რომელიც შევკვირდი მე ჩვენს მეგობრებს და მეუფესაც ვთხარი რომელიც უნდა გვენახა სამშობლოს მიცოდნეობა ხო ეს ჩაანაცვლეს უბრალოდ ჩვენმა სტუმრებმა აი ამ ფილმით დაამტკიცეს დღევანდელ დღეს და სიმბოლური ესეც ლაზარეს აღდგენებას დაუკავშირდა და მართლაც ყოველთვის ეს ენა რაღაცნაირად აღდგება ხოლმე ლაზარესავით მე თითქოს ძალიან ბევრი ებრძვის მაგრამ ყოველთვის ახერხებს აი ამ რაღაც სიძლიერებთან და სირთულეებთან გამკლავებას. მე და ვუსურვო წარმატებები, იმიტომ რომ ამ პროექტის წარმატება მე ვთვლი რომ საქართველოს წარმატებაა. ბევრს არაფერს არ ვიტყვი, სრულად შემთხვევით მქონდა დღეს სრულად საქართველოს პატრიარქ კათოლიკოსის სიტყვები ქართულ ენასთან დაკავშირებით და ამას ავიკითხავ თავს ნებას მივცემ, მეც არაფერს ვერ დავამატებ, იმიტომ რომ ფილმი იყო აბსოლუტურად ყოვლის მომწვევი. ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდებით მშვენიერია იგი და ახლა დამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივებიცაა მო. ცისფერია მისი სამოსი. ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი. ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი. ეს გახლავთ ჩვენი სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვები. მეტი მე არაფერი არ შემეძლია თქვა, უბრალოდ დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ. ვისარგებლეთ დღევანდელ დღე თვითონმა ჩვენთაგან ვიცით რა ლამაზი დღეც არის ქართული კაცის ცხოვრებაში, ქართველების ცხოვრებაში და მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ქართული ენის დაცვის დღეს და ქართველებს ყოველთვის გქონდეს იმის ხალისი რომ ჩვენი ამ მართლაც ვთქვით გულსხეული ენის ზეიმი დაცვის დღე სათანადო ღირსებით აგვეღნიშნოს. რაც შეეხება მე ამ პროექტის შესახებ არ არის ძალიან დიდი ხანი რაც გავიგე და მე მაქვს უკვე ნანახი პირველი ფილმი. მე როგორც ისტორიკოსი ახლა ამ ფილმებიდან რაც ნახე და მე ქალბატონმა ისე დავეთანხმები რომ აი ასეთი ფილმები სკოლებში აქტიურად შესვლა და ასეთი თემებზე ნამდვილად უზარმაზარ როლს ასრულებს თითოეული მოსწავლეს როგორც ქართველის როგორც ასე ვთქვათ მე ვიტყოდი რომ ეს ფილმები არის იმ წიგნებთან ერთად ასეთ ბავშვები სწავლობენ სკოლაში აი სულის მარილი რომელიც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათ ცნობიერების ამაღლებაში, მათ როგორც პატრიოტებად ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ვიზუალურ მასალას ყოველთვის განსაკუთრებული ეფექტი აქვს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ეხლა, როდესაც ბავშვი თქვას, თუნდაც ზეპირადრობ ვესაუბროთ როგორც ისტორიკოსი ან ფილოლოგი დავათის ტელებზე და დამატებით თქვენ გაუღვალოთ ამას
ცოდნა, აი უფრო შედეგიანი იქნება, როდესაც აი ამ ფილმიდან მივაწვით ამ დავითის თელების ისტორიას ჩვენ და ასე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ამისთვის თითოეულ თქვენთანგანს უზარმაზარი მადლობა მინდა შემოვწიროთ. მე ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჩვენი ეპარქიის ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის, მწვანე მონასტერზეა საუბარი შემდგომ ფილმში და აი ესეც მნიშვნელოვანია, ესეც ძალიან დიდ ასე ვთქვათ, როლს ითამაშებს თითოეული ბორჯომების, რომელიც დაინახავს თავისი კუთხის, ამ ლამაზის ხეობის ტაძარს, ჩვენი სულიერ მამებს. ეს ყველაფერი ნამდვილად საჭიროა თითოეული მოსწავლის ქართულად გაზრდის საქმეში. ალბათ ჩვენს დღევანდელ დღეს გვირგვინს დაადგავს თქვენი ეპარქიის სულიერი ლიდერი და მესაჭე მეუფე სერაფიმე, რომელზეც მინდა ვთქვა გამორჩეულად, მინდა გამოვცხადო ჩემი უდიდესი მოწიწება, პატრიოტიზმი და სიყვარული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მე და ფილმის რეჟისორი გახდით გადაღებულ კლიპზე დედის ლოცვა აფხაზეთიდან ალბათ გახსოვთ და მე ჩვენმა უწმინდესმა გვაკურთხა, რომ ტექნოლოგიური და საინფორმაციო ობიექტია საქართველოს წინამდებოდა და ჩაერთეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, რომ იქით ყველანაირად გაავრცელეთ თქვენ მართლმადიდებლური სიტყვა და ჩვენ Facebook-ზე ვართ ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ქართულად და დედის ლოცვა ვისაც გავუგზავნეთ მართლა ენა და ეგა ვერავინ სიტყვა ყველა ტიროდა უწყობდით და ღმერთმა ასეთი დედის გაზრდილი შვილი მოგივლინა თქვენ სულიერ მესაჭეთ და იმედია ზუსტად აღვივით სულიერებაში. უთანის შემოქმედი ჯგუფის ყველა წევრი ვიცით გვსმენია ვუყურებთ მათ შემოქმედებას ღვთისთვის სათნოა. რაც შეეხება ლექსო გელაშვილს ჩვენ ვიხარია რომ ასეთი ერთგული ახალგაზრდა აღნიშნავ რომ მე მასთან ერთად ვიყავი ჯგუფთან ერთად ქალაქ ქერჩში სადაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ მოვივოცებთ ეს ქართველებისთვის წმინდა ადგილი, სისხლიანი ადგილი და წელსაც ვაპირებდით ჩემი თხოვნა იყო მე მიმართე გიგი უგულავას მაგრამ შეხვედრაზე ამ თაობაზე და სამწუხაროდ არ ისურვა ჩემთან შეხვედრა და ეს ჩემი სურვილი რომ მე რამდენიმე ბორჯომებთან ერთად და ლექსოსთან ერთად ისევ ჩავსულიყავით და გვენახა ჩვენი წინაპრების საფლავები, მათ შორის მრავალი ბორჯომელი, მათ შორის ვიცაჩემიც, რომელიც გმირულად დაიღუპა დიდ ომში. ალბათ მომავალში ჩვენ ამის შესაძლებლობა გვექნება. რაც შეეხება ქართულ ენას, ნუ ვიფიქრებთ, რომ განსაცდელი ჩვენ ენაზე არ არის, დღესაც არის ქართული ენის შენახვის, მისი მოფერების აუცილებლობა, არ არის დასამალი, რომ რამდენიმე წლის წინ უწმინდეს მოახსენეს, რომ თავისუფლების ინსტიტუტმა მოამზადა პროექტი, მომზადებული იყო პროექტი, რომ საქართველოში მეორე სახელმწიფო ენა ყოფილიყო ინგლისური. ჩვენ ახლა მეორე უკიდურებაში ვართ. ყველგან ინგლისური, ყველგან მოთხოვნა, ყველგან წარწერა და ცხადია. როცა ჩვენ დავდივართ სოფლის სხვა ქვეყნებში ან ევროპაში, ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი წარწერა არანაირად არ არის ინგლისურზე, მხოლოდ მშობლიურ ენაზე. ასევეა ტელევიზია, ასევე მასმედია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქართველებისთვის გარკვეული მიდრეკილება გვაქვს მიმბაძველობის. ჩვენი სისუსტე იყო მრავალი საუკუნეების მანძილზე. სპარსი იყო, სპარსულად იცმევდით, ეგზარქოსები იყვნენ, ასე საუბრობდით, დღეს სხვა დროა. ამიტომ გამოსავალი არის, რომ ხალხმა, ადამიანმა, მასწავლებელმა, მინისტრმა ყველამ მოусმინოს უწმინდეს. არა გარეგნულად, არა არჩევნების დროს, არამედ სერიოზულად, ღრმად უწმინდესის სიტყვის და სურვილის გათვალისწინებით. რაც შეეხება ამ ფილმს ნაწილი ამ ფილმის ნახი ვიცი და ეს
კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, გამოვთქვამ წუხილს, რომ ასეთი შემოქმედება, ასეთი ასე ვთქვათ, ეროვნული მეთოდის შემოქმედება არ არის ფართოდ. ანუ ჩანს, რომ შემოქმედი ჯგუფს არ აქვს სერიოზული სახელმწიფოებრივი დახმარება. და ჩემი სურვილი ყოველთვის ასე იყო, რომ ის დრო, რაც მასმედიაში არის განკუთვნილი რაღაც ისეთ შოუებისთვის, ესე გადაცემების, ან სერიალებისთვის, მექსიკური სერიალებისთვის, ან სადაც გადაცემები, სადაც საუბრობენ ვინ ვის ცოლია, ვინ ვის გაშორდა, ვინ როდის შეიყვარა და ბევრი რამ, რომელიც იწვევს უფროს თაობაში, არა ახალგაზრდა, არამედ უფროს თაობაში წენას, დაბრკოლებას, ჩუმად გულში, სახლში, ოჯახში ამას საუბრისას დასაწყებია, რომ ასეთი სერიოზული შემოქმედება არ არის ყოველდღიური, არა დედაენის დღეს, ხსენების დღეს, არამედ ყოველდღიური შემეცნებითი, ესე იგი, ქადაგება თუ ქართულ ერზე იქნება, ისტორიაზე, ენაზე, მამულზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ დეტალს დისკოს, ეს ცნობილი დისკო, მე ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, რა თქმა უნდა ეს იყო რუსულენოვანი გამოცემა და იქ რა თქმა უნდა არ იყო ნახსენები, რომ ამ დისკოს ასე ვთქვათ განმარტება ხდებოდა პროტოკოლურ და ასე ჭამურ ენაზე დამწერლობაზე, ანუ ქართულ ფუძეზე, იქ სხვა მტკიცებები არის, მაგრამ ფაქტია, რომ ღმერთი ზოგჯერ როდესაც ადამიანი დაიმსახურებს, როგორც დაიმსახურა მათემატიკოსმა კაშელავამ, უხსნის ქართველებს თავისი ერის საიდუმლოებას. მე ეს არ მიკვირს და ამ დისკოს მე ვფიქრობ განმარტება და გავრცელება ამ დამტკიცება, ამ მეცნიერული დამტკიცების მომავალში ალბათ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი დახმარება და ნამდვილად ცნობილი იქნება მთელი სოფლიოსთვის. და ბოლოს დავძენ ეს ჭარნული მეგრული, ასე ვთქვათ, ესე ნიჭი, რაც არის გამარტება, კიდევ ერთხელ გამახსენდა რომ უყურებდი, ტულა ცხონაგული მამაჩემი არ ტრაბახობდა, რომ მეგრელები 20%-იანი ან 100%-იანი ქართველები ვართო, თურმე ეს გარკვეული კუთხური სიამაყე და გარკვეული ქართული ტრაბახი თლად უსაფუძვლო არ ყოფილა. ესე იგი იმას ნიშნავს, რომ ყველა კუთხეს თანაბრად აქვს დამსახურება ერთიანი ქართული სახელმწიფოს ერის ცნობიერების და ენის ჩამოყალიბებაში. არც ერთი მეორეზე დიდად უკეთესი არ არის. ერთი არიან თანაბარი, მოსიყვარულე და არც სხვა უკიდურესობა, რომელსაც ჩვენი ოჯახი, ჩემი ახლობლები არ ეთანხმებოდნენ, როდესაც ზოგი მეგრელი პასპორტს იღებდა და წერდა, რომ ის ეროვნებით მეგრელია, ეს ღვთისმშობლში დიდი ცოდვა იყო და არც დავიწყება საკუთარი კუთხის და გაქცევა დედაქალაქში ან საზღვარგარეთ და მიტოვება თავისი მშობლიური სოფლის, თავისი დღევანდელ დღეს დაცალიერებული ულამაზესი კუთხეები. ეს ნიშნავს ეროვნული თვითშიგნება და ეროვნული აზროვნება დაკნინებულია საქართველოში. ამიტომ შევთხოვოთ უფალს, ვთხოვოთ ისაც ეს ევალება, რომ ნაკლებად იყოს ეს მექსიკური სერიალება, ნაკლებად იყოს შოუ და უფრო მეტად იყოს ასეთი ღრმა, სერიოზული, დინჯი გადაცემები, სადაც ჩვენ ბავშვებთან ერთად დავჯდებით ტელევიზორთან და არ შეფრცხება და უფროსი კაცი იძულებული არ იქნება გავიდეს მეორე ოთახში. ამას ვუსურვებ მე ჩემს, ამას ვუსურვებ ხელისუფლებას, განათლების მინისტრს და ყველას. კიდევ ერთხელ მინდა დაგვიცო, კიდევ ერთხელ დავუცო შემოქმედითი ეს არაჩვეულებრივი ჯგუფი და ბევრია კიდე სასწავლი. მოგზანდით გარდამწვანე მონასტრის წელს მოგზანდით ნერძი, ეს არის უნიკალური ადგილი, რომელსაც მე ეჭვი მაქვს და ღმერთმა ქნას, რომ ასეთი
რამ აღმოჩენილი იმ ნეძვში სადღაც მიწაში, რომელიც ახლა დამალულია, აუცილებლად ამოვა. იმიტომ რომ ნეძვი ეს არის ისეთი რამ, აი როგორც დამალული საიდუმლოება ჩვენი ერის ნეძვის ნანგრევები, რომელიც არის აი აქ ჩვენთან ახლოს. დავოცვილი იყავით ყველა. დიდი მადლობა მოგახსენებთ მობრძანებისთვის, უღრმესი მადლობა ყველას გაზიარებისთვის ამ ჩვენი ლამაზი ფილმის და ღმერთმა შეგაძლევინოთ ქართველობა, შეგაძლევინოთ მართლმადიდებლობა და ვახტანგ გორგასლის ანდერძის ასრულება ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს.